Sanktsiების აუცილებლობაზე ღიად მიუთითეს იმ ევროპარლამენტარებმაც, რომლებიც ქართული ხალხის მხარდასაჭერად გუშინ რუსთაველის გამზირზე გავიდნენ. 6 ევროპარლამენტარისგან შემდგარმა დელეგაციამ დაადასტურა, რომ პერსონალური სანქციები იქნება და სასანქციო სიაში ოლიგარქ ივანიშვილის გარდა მოხდებიან არალეგიტიმური მთავრობის მაღალჩინოსნებიც. ხალხთან შეხვედრისას ევროპელმა პარლამენტარებმა თქვეს, რომ გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მკაცრი რეზოლუცია შეასრულონ და ქართული ხალხის სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ მხარდაჭერილი იყოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ. ზურა პეტროსიანი შეხვდა ევროპარლამენტარებს რუსთაველის გამზირზე და ახლა ის გვეტყვის თავად მეც მათი გზავნილების შესახებ გისმენ. ზურა. თავარი გზავნილი, რომელიც რუსთაველზე მოსულმა ევროპარლამენტარებმა ქართული ხალხისთვის გააჟღერეს, არის ის, რომ დროა სიტყვიდან საქმეზე გადავიდეს ევროკავშირი და ამის აუცილებლობაზე დღეს ღიად მიუთითეს ევროპარლამენტარებმა. გუშინდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ემოციური და საქმიანი და ქართულმა ხალხმა მიიღო დაპირება, რომ აი ეს 6 ევროპარლამენტარი, რომელიც გუშინ სტუმრობდა საქართველოს და მათ შორის ხალხთანაც ჰქონდათ შეხვედრა, იქნებიან სწორედ გამტარი იმ მესიჯებისა, რომელიც ისმის რუსთაველის გამზირზე ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორებთან. მთავარი ბუნებრივია უკავშირდება ახალ არჩევნებს, რომელიც მათი თქმით უნდა ჩატარდეს აუცილებლად ევროკავშირის ზედამხედველობით, ვინაიდან CESCO-ს არსებულ რეალობაში და პირობებში, როდესაც ეს ცენტრალური საარჩევნო კომისია არის მიტასებული ოლიგარქიული რეჟიმის მიერ, ის ვერ ჩაატარებს არჩევნებს, ამიტომ ერთადერთი გზა, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, არის ის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სწორედ ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ. გარდა ამისა, ყველაზე ხშირად გუშინ რუსთაველის გამზირზე ქართველი ხალხის მიერ ისმოდა სიტყვა სანქცია და საპასუხოდაც სწორედ ეს სიტყვა გავიგეთ, როდესაც ერთგვარი დაპირება იყო გაცემული, რომ კი ახლა დროა უკვე სანქციების და ეს სანქციები აუცილებლად იქნება ტარგეტირებული და ის იქნება მიმართული როგორც ოლიგარქ ივანიშვილის, ასევე არალეგიტიმური მთავრობის მაღალჩინოსნების მიმართ, მათ შორის გაჟღერდა ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის გვარები და გუშინ ქართულმა ხალხმა რუსთაველის გამზირზე მიიღო ღია დაპირება იმისა, რომ ასეთ სანქციებს უახლოეს პერიოდში ევროკავშირის მხრიდან იხილავს ის ადამიანები, რომლებიც უკვე მე-16 დღეა ევროპულ მომავალს იცავენ პროტესტის სახით. ევროპარლამენტმა თავისი პოზიცია უკვე გამოხატა. რეზოლუციაში ჩვენ მკაფიოდ დავწეროთ, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ყველას, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების მოპარვაზე და ახლა, როდესაც თბილისის ქუჩებში ძალადობას ვხედავთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის სახელმწიფოებს, რომ უფრო აქტიურები იყვნენ და მიბაძონ ბალტიის ქვეყნებს. ქართველი ხალხი შესანიშნავია, საქართველო ევროპაა, საქართველო არ არის რუსეთი. ჩვენ ჩამოვედით ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის, ევროპული ფუნდამენტური ღირებულებებისთვის. დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და თავისუფლება უნდა დაუბრუნდეს ამ ქვეყანას. ამ კრიზისიდან გამოსავალი ქართულ ხალხშია და ჩვენ თქვენ მხარს გიჭერთ, რადგან ჩვენ ვგრძნობთ, რომ რაც თქვენს ქვეყანაში ხდება, ეს ევროპას ეხება. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ და გამოვაღვიძოთ ჩვენი კოლეგები ევროპაში. ჩვენ ვართ ევროპარლამენტის წევრები და ერთად ვმუშაობთ საქართველოს ევროპული გზისთვის. გსურს, რომ საქართველო ევროკავშირში იყოს. ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ბრძოლა არ შეწყვიტონ. ყველაფერი ახლა მათზეა დამოკიდებული. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ადგილზე შევაფასოთ სიტუაცია და შემდეგ რეკომენდაციები მივცეთ ჩვენს მთავრობებს და ის ხალხი, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებაზე და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობაზე, უნდა დასანქცირდნენ. სანქციები არ უნდა შეეხოს რიგით ქართველებს, არამედ უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ ადამიანებზე. ასევე აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ქუჩებში ძალადობა კი უნდა შეწყდეს. ევროპარლამენტის პოზიცია ნათელია. ჩვენ ეს რეზოლუციაშიც ჩავწერეთ, რომ ჩვენი აზრით ისინი, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, უნდა დასანქცირდნენ. მაგრამ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ეს უნდა გადაწყვიტონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთსულოვნად და ჩვენ მათ მოვუწოდეთ იმუშაონ სანქციებზე კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ. ქართულ ხალხს მოვუწოდებ არ შეწყვიტონ ბრძოლა და თავისი ხმა გააგონონ მსოფლიოს.
ევროპარლამენტარებს გუშინ საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, ასევე შეხვედრა იყო ოპოზიციის ლიდერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასევე სახალხო დამცველთან, თუმცა 6 ევროპარლამენტარისგან შემდგარ დელეგაციას არ ქონია გუშინ ურთიერთობა და შეხვედრა ქართულ ოცნებასთან და არალეგიტიმური მთავრობის წევრებთან, ვინაიდან ისინი არ მიიჩნევენ, რომ მათთან შეხვედრა რაიმის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის და ეს არის პირდაპირ არაღიარება მათი მხრიდან. პირდაპირ აღიარება არის იმის, რომ ეს მთავრობა არის არალეგიტიმური, შეეხება გზავნილებს ევროპარლამენტარების გარდა გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მკაფიო გზავნილი ემანუელ მაკრონის მხრიდანაც საფრანგეთის პრეზიდენტი ხვდებოდა დონალდ ტუსკს და იქ კიდევ ერთხელ გააჟღერა ქართული ხალხისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი, მათ შორის მან თქვა, რომ შეშფოთებული არის იმ გზით, რომელსაც ირჩევს ქართული ოცნების ხელისუფლება და რეალურად ის, რასაც მანამდე პირდებოდა ოცნების ხელისუფლება ქართულ ხალხს წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. ემანუელ მაკრონის გარდა ასევე ქართული ხალხის მხარდაჭერი გზავნილი გავრცელა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. La Géorgie a clairement subi. აშკარაა, რომ საქართველოს ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მინდა ხელახლა გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ და დიდი წუხილი, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალიან უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისა და არჩევნების შემდეგ, ევროპული გზის ღალატის გამო, რაც სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც კამპანიის დროს ამ უმრჩევლებს ეუბნებოდნენ. სასტრაფოდ საჭიროა საერთაშორისო ქმედება, რათა შეწყდეს სასტიკი ძალადობა ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. დანია პარტნიორებთან ერთად კონკრეტულ ზომებზე მუშაობს. საქართველოს არ არის და არასდროს იქნება რუსეთის სწორედ ამ გზავნილით დაასრულეს გუშინდელი შეხვედრა ხალხთან, ევროპარლამენტარებთან. გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა გარდა ამისა კიდევ ერთხელ გაჟღერდა ის, რომ სანქციები და ტარგეტირებული სანქციები აუცილებლად იქნება უახლოეს პერიოდში მიღებული და მათ შორის მსჯელობა უკვე მომდევნო კვირას გაიმართება ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შემდეგ კი უკვე პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე.